თუ არ აქვს თუ რა შეიძლება იყოს მისი რეალური ბრალდება. კარგი, მეუფე პეტრეს უკვე ამზადებს ჩვენი ჯგუფი, იგი პირდაპირ ეთერში შეკითხვებს გასცემს პასუხს თუ ესმის მეუფეს ჩვენი, მე მას მივესალმები, საღამო მშვიდობისა მეუფე. გესმით ჩემი ხმა? საღამო მშვიდობისა. მე მეგონა რომ დაგიჭირეს უკვე, იმდენი ხანი გაგრძელდა თქვენი დაკითხვა მეუფე. როგორ ჩაიარა დაკითხვა, რა იყო ის? გაგრძელდა დიდხანს ტექნიკური პროცედურებიდან გამომდინარე. იყო შეკითხვები, როგორც მე ვივარაუდე, ჩემს მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაზეც შეძლების დაგვარად გავეცი ამომწურავი პასუხები. კონკრეტულად ვინაიდან თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებში თქვენი ძირითადი დარტყმის ობიექტი იყო შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივარ რეფერენტი, ანუ შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით დაგისვეს შეკითხვები მეუფე. იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს განცხადებებში ვახსენებდი ამ ქალბატონს და მის ჩრდილოვან მმართველობას და მის განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ეს შეკითხვებიც იყო ბუნებრივია და შეძლების დაგვარად შევეცადე ამეხსნა კორექტულად. დღევანდელი დღე ჩემთვის დაიწყო თქვენთან სატელეფონო საუბრით და მე მაყურებელს შევთავაზე ის ვაიბერ მიმოწერა, რომელიც თქვენ გქონდათ 22 თებერვალს და მე მაინტერესებს იმ ვაიბერ მიმოწერის მიხედვით თქვენ გეუბნებიან რომ თუ არ გაჩერდებით საქმე შეიკერება და მთლიანად ხელს შეგაწმენდენ თქვენ. რა შეგიძლიათ ამის თაობაზე გვითხრათ? რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს ვაიბერ მიმოწერა? არ ამგონია, ნუ ვერაფერს ვერ გეტყვით გარდა იმისა, რაც მე პასუხი გავეცი ამ კონკრეტულს. ნუ იქ შეიძლება რაღაც სამი ვარიანტი განვიხილე მე პირადად, ასევე მქონდა მღვდელმთავრებთანაც ამაზე საუბარი. პირველი შეიძლება ეს ყოფილიყო შანტაჟი თვით ამ ქალბატონისაგან და ან ხელისუფლებისაგან, ან ორივესაგან ერთად. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩემი აზრით პროვოკაცია ოპოზიციური ძალებისაგან, ახლა დუღილის ტემპერატურა და დაძაბულობა აწეულიყო, რასაც გამოვრიცხავ და ნუ მესამე ეს შეიძლება ყოფილიყო რეალობა. დრო გვიჩვენებს. მეუფე პეტრე, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ თქვენი ნებაზე. პროცესის და გამოძიების წარმართვა გვიჩვენებს. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ამ ვაიბერ მიმოწერაში ამოვიკითხე ძალიან საინტერესო რამ. საუბარი იყო მეუფე დიმიტრიზე. ეს ჯვარი უნდა ატაროს დიმიტრიმ, ასეთი იყო ამ ვაიბერ მიმოწერაში საუბარი. რა შუაში იყო მეუფე დიმიტრი ამ მთელ ამბავში, თანაც როცა თქვენ ვიღაც გაფრთხილებთ რომ საქმე იკერება თქვენს წინააღმდეგ. მითხარით, იმიტომ რომ თქვენ ამბობდით, რომ მთელი ეს ამბავი, რაც უკავშირდება დეკანოს მამალაძეს, გარკვეულწილადო მიმართულია მეუფე დიმიტრის დისკრედიტაციისკენო. ანუ გამაგებინეთ ახლა რა მოხდა მაშინ. ნუ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მეუფე უფრო გასცემს ამაზე პასუხს. მე ჯერ სამწუხაროდ არ მომეცა საშუალება მეუფესთან პირადად მესაუბრა, მაგრამ ის რომ მეუფე ხსენდება და რომ ადამიანი მეუფეს ხელდასხმულია, მისი უახლოესი გარემოცვა და მიემგზავრებოდა დარწმუნებული ვარ ასევე ისევე როგორც პატრიარქის მოსანახულებლად მეუფესთან გერმანიაში და ასეთ სკანდალში ეხვევა, თავისთავად ჩდება შეკითხვები და თავისთავად თუ ვინმე პირველს უნდა გამოეხატა ესეთი ამ ადამიანის მიმართ თანადგომა, რა თქმა უნდა ყოფილიყო მეუფე დიმიტრი და ნუ ეს შეკითხვები ბუნებრივია გაჩნდა, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მეუფეს ექნება თავისი ღირსეული და ლოგიკური პასუხი ამ შეკითხვებზე. ანუ თქვენ ვარაუდობთ რომ მეუფე დიმიტრისაც დაიბარებენ დაკითხვაზე მეუფეო? არა, ეს არ მიგულისხმია, მე მიგულისხმე ზოგადად მორალურად პასუხი. კი ბატონო, თქვენ დაგჭათ ის დაბეჭდილება მეუფე რომ საქმე იკერება თქვენს წინააღმდეგ. მე გეტყვით რომ მე რომ ყოფილიყავი მაგალითად ჩემი ესეც სასულიერო პირი ყოფილიყო, ვერ წარმომიდგენია პირველ დღესვე არ ჩამოვსულიყავი, ან ნებისმიერი სხვა მეუფეებსაც უთხარი რომ სხვა სასულიერო პირი ნებისმიერი სხვა ეპარქიიდან ყოფილიყო მსგავს სიტუაციაში აუცილებლად უნდა თანადგომა გამოგვეხატა და მე საკუთარ თავზე რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი რომ ეთერში ჩემი აზრი გამომეხატა
საკუთარ ტყავში განმიცადე მე წარმოვიდგინე ჩემი თავი თითქოს აი ვარ მღვდელი რომელიც აი ასეთი ბრალდებით არის დაკავებული. ანუ მიატოვეს დეკანოზი ამას ამბობ თქვენ. გულმა დაიტია ეს დარტი და გადავდგინა ბიჭო. რატო არ ნახა ის სინოდის სხვა წევრებმა რატომ აღარ ისურვეს მასთან შეხვედრა მიატოვეს დეკანოზი მამალაძე? არა მგონია მიტროპოლიტმა ანდრიამ მოინახულა. არა მას შემდეგ გულისხმობ. მას ნახავდი მე თვითონ შემომიცალ. უკაცრავად. არ ვიცი ახლა მეუფეები მე ცოდვილთაგან პირველი მე ვარ და ეს მღვდელთავრები რა თქმა უნდა ჩემზე უპირატესი და მე ყველაზე უმრწემესი და უღირსი ვარ მათ შორის და დანარჩენს მეუფე ამ დაკითხვაზე გამოაჩენს ამ დაკითხვაზე დეკანოს მამალაძეზე იყო საუბარი ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმესთან იყო შემხებლობაში თქვენი დაკითხვა თუ ეს იყო მხოლოდ საპატრიარქოს შიდა ამბებზე არა იქიდან გამომდინარე რომ ჩემი განცხადებები ეხებოდა მამა გიორგის საქმის და ამ სკანდალს აქედან გამომდინარე ბუნებრივია იყო ლოგიკური შეკითხვები ჩემი განცხადებებიდან გამომდინარე რაც არ გამკვირვებია. ერთი კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ წეღა ლაშა ჟვანიამ ჩვენს ეთერში თქვა რომ სინოდის წევრებს აჩვენეს ის ფარული ჩანაწერები ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომელიც გახდა მთლიანად ამ გამოძიების მთავარი მტკიცებულება თქვენ ესწრებოდით ამ ჩვენებას თქვენ მეუფე ბრძანდებით სინოდის წევრი ბრძანდებით ვერ გავიგე. ანუ ხელისუფლებამ სინოდის წევრებს აჩვენა ფარული ჩანაწერები და მოასმენინა უკაცრავად ერთი წუთით მე უმეორებ რაც თქვა ლაშა ჟვანიამ. ლაშა ჟვანიამ თქვა ეს თქვენ ესწრებოდით ამ ჩვენებას. მე ვესწრებოდი ამ ჩვენებას დიახ. რა არის იმ ჩანაწერებში მაგრამ ეს ჩვენება ამომწურავ კითხვა ასე კი არ არის ამომწურავი მამა გიორგის შესახებ უდანაშაულობის ვერსიაზე. მე მინდა უფრო მეტად მე როგორც სასულო პირი მას დავჟიდი საეკლესიო ესეთი მართსაჯულებით და ის გაკიცხვას იმსახურებს თავისი გამოუცდელობით, თავისი შეცდომებით, რაც იკვეთება ამ რა იკვეთება, მითხარით რა. თქვენ მაინც მითხარით, რა იკვეთება. თუნდაც იმისი, რომ დასაჯო დეკანოზი მამალაძე, რა იკვეთება. გამოუცდელობა, მისი გამოუცდელობა და მისი ესეთი ამ პროვოკაციაში გახვევა, ესე ვთქვათ. ანუ ვიღაც უწყობს რომ წამოეგო პროვოკაციას. ვიღაც უწყობს მას პროვოკაციას ამ ჩანაწერებში. ვინ შეგიძლიათ მითხრა? მე არაერთხელ მithქვამს მომისმით. არა, ამას გამოძიება დაადგენს. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე გზის იყო მსგავსი შანტაჟი საქართველოს მოსახლეობის მიმართ პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე. მეუფე პეტრე, როცა თქვენ საუბრობ დარბაზში მაგიდასთან არის უკმაყოფილება, ამიტომ მეუბნებიან რომ დააკონკრეტოსო, რა ნახა მან, რა მოისმინა ამ კადრებში და მეორე, თუ შეუძლია გაგცეს პასუხი იკერება თუ არა საქმე. დიახ, გისმენთ მე. ამას მე ამ ბრალდებას უდანაშაულობის პრეზუმპციას მე ვერ დავარღვევ სხვებისაგან განსხვავებით, ამიტომ ამ ბრალდებისაგან ჯერ შორსა ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პროკურატურა გამოძიება ღირსების სიმაღლეზე დადგება და ძალიან ისეთი მაღალ რანგში დიდი პასუხისგებლობით მოეკიდება ამ საქმის ბოლომდე სამართლიანად და ღირსეულად გამოძიებას და მოსახლეობის ესე იგი სტუდიაში მინდა თქვენი მოწვევა უახლოეს პერიოდში არ მინდა ეხა ძალიან დაღლილი ხარ და ბევრი დრო რო წაგართვათ როცა შეხვდი დეკანოს მამალაძეს რა გითხრათ მან შეგიძლიათ გითხრათ რა გითხრათ მან თუ ის არ არის დამნაშავე მაშ ვის აწყობდა მისი დამნაშავედ გამოყვანა იცით რა მე როდესაც შევხვდი პირველი ფიქრობდი რა უნდა მეთქვა და მამაოს მიმართ ესეთი სიტყვებით რომ ესე იგი ძალიან ძიმე ჯვარი ერგო მას შესვლამდე გავაკეთე განცხადება რომ შეიძლება ორი ვარიანტი განვიხილოთ მამა გიორგი ან აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი რომელსაც ძალიან ბევრი შესწოდა მაგრამ სიკვდილის წინ მაინც მოინანია და სხონდა ან ის აღმოჩნდება ის მღვდელი რომელსაც სული საცხონებლად ეყოფა
აი ეს ცილის წამება და მაგალითად უფრო ეთერში ჩართვისას მოვიყვანე ტარასი კანდელაკი, რომელსაც პატრიარქ კირიონის მკვლელობა ესე იგი დააბრალეს. აი ამ ორი ვარიანტიდან მამაო უფრო მეორესკენ არჩილ გამზარდია იბრძვის სამჯერ დასვა ეხლა კითხვა რატო გახდაო მეუფე პეტრესთან შეხვედრის შემდეგ დეკანოზი მამალაძე ცუდათო უპასუხებთ ამ კითხვას მეუფე არა კი რა თქმა უნდა უპასუხებ და დაადასტურებს ციხის ადმინისტრაცია რომ მე როცა შევედი 15-20 წუთი მომიბოდიშა ციხის ხელმძღვანელმა მითხრა რომ მამაოს აქ სიცხე ცუდად არის და 15 წუთის დაგვიანებით შემოიყვანეს ის ჩემთან და მე როცა დავამთავრე საუბარი უკვე კარდიოლოგი იყო მოსული და შემაწყვეტინეს ფაქტიურად საუბარი კარდიოლოგი უკვე იყო გამოძახებული და ელოდებოდა მას აქედან გამომდინარე ღმერთმა შეუნდოს ყველა კიდევ სოსო ხანაშვილს დაიბარებენ თქვენ რა დაასკვენით ამ დაკითხვიდან პროკურატურაში ან სხვებს კიდევ მეუფე რა მგონია სოსო ხანაშვილი რამე შეკითხვები იყოს პასუხგაუცემელი ამ საქმეში მის მიმართ მე არ მგონია და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ მე მგონია რომ ეს არის პატრიარქობისთვის ბრძოლა თქო წეღან თქვენ სინოდის წევრი ბრძანდებით თქვენ ვის განიხილავთ მომავალ პატრიარქად თუ შეგიძლიათ ამაზე პასუხი რომ დავუცე ან ვის ისურვებდით არასწორი კითხვა დავსვი რაც სასულიერო პირი ვარ ღმერთმა იცის და ჩემმა ყველა ახლობელმა რაც სასულიერო პირი ვარ ჩემი მღვდლობიდან ვამბობ რომ პატრიარქი არის ბოლო პატრიარქი საქართველოსი და მე სანამ პატრიარქს პირში სული უდგას და მე მინდა რომ ესე ვირწმუნო და ესე ვიცხოვრო და ამ შეგნებამ ამ შეხედულებამ მე ძალიან ბევრი განსასწრებისაგან ბევრი ამაო ესეთი ზაკრული ბოროტის თაგონებისაგან მიხსნა და მიხსნის ყველაც. რაც შეეხება მახსენდება ძალიან საინტერესო სიტყვები მისი უწმინდესობისა, რომელმაც პასუხი გასცა მსგავს შეკითხვას ერთ-ერთი სინოდის ხდომაზე, რომ 77 წელს, როდესაც მე გავხდი საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მაშინაც ბევრს უნდაო და დღემდე ბევრს უნდა და ყველანი განისვენებენ. არავინ არ იცის უფრო ადრე ვინ წავა ამ ქვეყნიდან. ის ვინც უნდა თუ ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ის რომ მართლობაში არის პრობლემა, მართლობაში როგორც აი ადმინისტრაცია, საპატრიარქოსი და ამ მართლობაში რომ ქალის ძალაუფლება არ უნდა იყოს და მღვდელმთავრების ჯგუფმა კონკრეტულად ერთმა ადამიანმა პატრიარქის ნდობით მიერ აღჭურვილმა მღვდელმთავარმა ჩაიბაროს და პასუხისგებელი იყოს და განთავისუფლდეს ეკლესია პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან ასეთი ქაოსური მართლობისაგან, ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვებისაგან რომ განთავისუფლდეს ესეთი უდანაშაულობის სინდრომისაგან და ასე შემდეგ რომ ეკლესიამ გადადგას ღირსეული ნაბიჯი და ის მრევლი რომელიც ბრკოლდება დღითი დღე და იმატებს რაოდენობა ამ ადამიანებისა რომ დაიწყოს შემოbrunება და ნდობა მეტი ეკლესიის მიმართ მიმაჩნია რომ ეს პასუხისგებლობა გადანაწილდეს მღვდელმთავრებზე კონკრეტულად თუნდაც ერთ ადამიანზე მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის ახალი გამოსული ხარ დაკითხვიდან მე ისევ ჩემსას ვიმეორებ უახლოეს დღეებში სტუდიაში მინდა თქვენი მოწვევა ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ ასე ქუჩიდან შეუძლებელი იქნება თქვენი ჩართვა. ბრძანეთ გისმენთ ბატონო გიორგი და გრიგოლ გეგელიასთან და არჩილთან მაქვს კითხვები და ზვიად ტომარაძე გურამ ფალავანდიშვილი. ავიღებ ისედაც მცირე დროს იმინაიდან ძალიან ბევრი სტომარია, რომელსაც პოზიცია არ დაუფიქსირებია. მე ცოტა თავისუფლებას მივცემ ამასთან დაკავშირებით, მე თქვა რა, მე პირადად ვესაუბრე მეუფე პეტრეს და მე მგონი საზოგადოებამ მის